მე იმას კი არ ვარყოფ, რომ სიზმრები არის. მაგრამ რას გვეუბნება ღმერთი ამასთან დაკავშირებით, მე ამას ვიძახი. ღმერთი გაჩენილი არის ადამიანი და დიდი პოტენციის მქონე არის. თავად პატარა შემოქმედია და ხასიათდება ისეთი ბუნებებით, რაც ღმერთმა გვითხრა, ესე იგი, ხატად შექმნილი თუ არის ადამიანი, მთელი რიგი რაღაცები მას უნდა ახასიათებდეს. კერძოდ, რაღაცა წინათ გრძნობები, ტრანსცენდენტთან იქითა სამყაროსთან ურთიერთობა, მედიატორობა, სულთა გამოძახება, ეს ყველაფერი ადამიანს შეუძლია. მაგრამ ახლა ისმის კითხვა ასეთი. ეს სწორია ჩემი მოქმედებები და რამდენად ასახავს ეს ღმერთის ნებას. ღმერთი რას მეუბნება ამაში? აი სიზმრებში გართობა სწორი არის, სიზმრებით მკითხაობა თუ რა არის? ბიბლია არის ერთადერთი სწორი ჭეშმარიტება, სადაც წარმოდგენილია ღმერთისა და ადამიანის სახე. ამიტომ ინსტრუქციები უნდა მივიღოთ ღმერთიდან. სიზმრის შესახებ ღმერთი მეუბნება, რომ არ აყვი ამას. სიზმარი არის და მეუბნება არ აყვი ამას. იმაში კი არ გვეყამათება ღმერთი, რომ თქვენ რო დაგესიზმათ და ის სწორი არ არის. კი, დაგესიზმება, მეც დამსიზმება და სიზმრები მქონია, ესეთი მეტი რო არ შეიძლება. რა საშიშროება ახლავს სიზმრებს უყურეთ? ამით გაერთობით, დაგავიწყდებათ ღმერთი, სიზმრების სამყაროში შეხვალთ და ამის უკან დგას სატანა. ფაქტურად სატანამ გააკეთა, რომ ღმერთს თქვენი თავი წაართვა. აი ამას ვიძახი, თორე ეხლა დაუჯერებელი რანაირად არის, როცა არის ბიბლიაში ადგილები, რას აკეთებს სამუელი, საული, განსაკუთრებით მეფე, როცა უკვე ის მის მიერ აკრძალულ რაღაცეებს არღვევს, კერძოდ მკითხავთან მიდის, სიზმრდა ჭხიბავს და იძახებს სულს გარდაცვლილი სამუელისას. ეს ბიბლიაში აღწერილია. მერე სიზმარი, იოსებსაც ჰქონდა სიზმრები. აკი სიზმრების განცხადებამ დაუყვა იოსები. როგორი განცხადებული სიზმრები ჰქონდა, წინასწარმეტყველური სიზმრები იყო, გამოცხადება არ იყო. ასე რომ მე სიზმარს კი არ უარყოფ როგორც ასეც, მე ვიძახი, ხომ არ არის ისეთი სფეროებში შესვლა, სადაც ღმერთი გვიგრძალავს და იმ სფეროებში რო შევდივართ, ღმერთი რო გვიგრძალავს, ჩვენთვის საბედისწეროდ მთავრდება ეგა. და ამიტომ მე თავს ვიკავებ, მე თქვენგან განსხვავებად მე ვიცი, სატანა ცდილობს სიზმრიდან შემოიტანოს რაღაცეები, მე მინდა რომ ვავდგები, არც ერთი სიზმარი არ მახსოვდეს და თუ დამიჯერებთ, ჩემი ლოცვა შეისმინა ღმერთმა. მე სიზმარს ვხედავ, მაგრამ რო ვიღვიძებ, არაფერი აღარ მახსოვს. და რატომ? რომ დავიმახსოვრო, შთაბეჭდილების ქვეშ ვიქნები მე და დეტერმინიზაციას აქვს ადგილი. უკვე გავერთობით და უკვე რა ამერე. როცა ბიბლიაში სიზმარია, ის უკვე გვეუბნება რა უნდა გააკეთო. ესე იგი, სიზმრიდან თუ დეტერმინირებული ვართ ჩვენ, ესე იგი ეს ბედისწერასთან მივდივართ, ფატალიზმს ვაღიარებთ. ამიტომ სიზმარს აქვს სატანის ხელში ისეთი იარაღი, რომ ჩვენ ფატალიზმთან მიგვიყვანოს, სურწმენასთან და ჩაუბარდეთ იმას და ვერაფერი ვერ უშველოთ ჩვენ თავს. ბიბლიაში კიდე სიზმარი რა არის? დაგანახებ იმას და აგარიდებ. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ უფლის სიზმარზე, უნდა განვასხვაოთ, სიზმარი უფლიდან არის თუ სატანიდან არის. პიროვნებას გააჩნია, ვინ რა პიროვნების არის. ანგელოზის სახეს იღებს სატანა. სატანა არ აფრთხილებს, მაგრამ შემოვა ანგელოზის სახით და გაითვალისწინებს შენ ბუნებას და თუ დამჯერი პიროვნება არ ახარ, საპირისპიროს გააკეთებ. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიცნობდეთ ღმერთს, რა უნდა ღმერთს და მერე დავიწყოთ სიზმრები. თუ ღმერთს არ იცნობ, როგორ განვაცხავო მე სიზმარი სატანიდან და ღმერთიდან? რა, სატანა არ დაგასიზმებს? სატანური არ არის სიზმრები? აბა სატანური არ არის ყავაზე მკითხაობა, ხირომანტია, ვარსკვლავი. რატო იგრძალება ბიბლიით მეორე ჯული კანონის თანახმად ყველაფერი ეს? სიზმრების ახსნა, მკითხაობა, ყველანაირი ისეთი რამ, რაც ცოცხალ ღმერთს აშორებს ადამიანს, იგრძალება ბიბლიის თანახმად. გიფიქრეთ ამაზე? თქვენ ღმერთს არ იცნობდით. სიზმრები კი გააქვთ. აი ეს არის დელი საშინელება. ამიტომ არის კარგი ღმერთი უნდა იცნობდეთ, რომ სიზმარი იქიდან მოდის თუ არა. თორე სატანა სარგებლობს, სატანას ხო უნდა ადამიანების ყველა ადამიანის დაუყვა და სარგებლობს იქ რიტუალებით, თქვენი რელიგიური განწყობით. აი ათეისტთან სატანა არ მიდის სიზმრებით. იმიტომ რომ ათეისტს ეშმაკის არ ჯერა, ღმერთის არ ჯერა. საერთოდ ათეისტს ჩამოყალიბებულ დარწმუნებულ ათეისტს სიზმრების არ ჯერა. და ცხოვრებასაც აწყობს ისე, აი თელი 70 წელი კომუნისტებმა აწყეს ისე. რა სიზმრები არ ქონდათ? ქონდათ. მაგრამ ნიშნულობას ისინი არ ანიჭებდნენ. აი ცრურწმენაში როცა შედის ადამიანი, იქ უკვე ექვემდებარება ყველაფერს იქითა ცხოვრებისას. საშინელება არის, როცა საზოგადოება ცრურწმენაში არის. დღეს საქართველოს ცრურწმენაშია. არის სწორი რწმენა, არის ცრურწმენა. ცრურწმენის სათავეში სატანა არის. იმიტომ რომ მანდ სატანის სამფლობელო იყო ეგა და იქ ეხლა სატანა თავის ნიჭიერ ხალხსაც აგროვებს, ხომ? სატანასაც ყავს თავისი ნიჭიერი ხალხი, დებილები კი არ აყავს. და რო დაუბრუნდეთ ემას, ესე იგი ეს ფსიქოლოგიურ განწყობაზეა დამოკიდებული, თან ეს ჩემი ფსიქოლოგიური განწყობა ღმერთთან შევაჯერე და მე მივხვდი, მე გარდაცვალება სხვანაირად უყურებ. ძალიან საწყენია ახლობელი ადამიანის გარდაცვალება და არ ყვა უნდა იყოს ადამიანის არ განიცადოს, მაგრამ მე არ მჭირდება საფლავებზე წანწალი, მხოლოდ იმიტომ რომ მე კარგად გავხდე.
მე ვიცი რომ გარდაცვალება არის გამომშვიდება და ამას მე ვუყურებ ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი ფორმით. ძალიან მარტივად დავასაფლავებ ადამიანს, არანაირი მღვდელი მე არ მჭირდება, შემოვრაგვა იმ ადგილს, ეს არის ადგილი პაემანი, სადაც გამომშვიდობები სხეულს, მაგრამ მე ვიცი რომ სული სხვაგან არის. სხეულს გამომშვიდობები მაკავშირდება ამ სხეულთან, ეს არის მოგონებები, ეს არის ადგილი ჩემი უკანასკნელად დამშვიდობისა და ისეც ვიცი რომ ის ფერფლად იქცა. მაგრამ სად არის დუხი? დუხსა აქვს სასაფლაო და მიწაშია? ამდენად დააკვირდით ჩვენი ფსიქოლოგიური იმის რომ გავასწოროთ, ვაკეთებთ უფრო გაუყომართებულ ქცევებს, როგორც არის ოღონდ მე არ გავგიჟდე და დავკავდე საფლავებით. ესე მითხრა ერთმა ბიჭმა, როცა შვილი გარდაეცვალა კაცმა და მე ცოტა ამეთ გადამატანინაო რა საფლავებზე სირბილმაო, საფლავის მოწყობამო, გადავიტანე. თქვენ გეტყვით რომ სუსტი ადამიანები ხართ. სატანასაც ეგ უნდა. როგორ უნდა გადავიტანო მე ადამიანის დაღუპვა საფლავების შენებით? პირიქით უფრო ცუდად ვიქნები. რო ვიცი რომ ჩემი განწყობით მიწაში ჩავიდა ისა? მე მაქვს განწყობა რომ ის გადავიდა უკეთეს მდგომარეობაში. და საფლავი არის მისი გახწნილი სხეულისთვის წესი ასეთი ღმერთმა განაწესა რომ გვამი უნდა დავასაფლავო 2 მეტრაზე დაბლა რომ არ აყროლდეს და შემოვრაგეისა და პამიაც მახსოვდეს. სად არის თქვათ ეს კაცი მიწიერ პლანში ჩემი ახლობელი იქნება ეს დედა თუ მამა და ხანდახან როცა მომინდება მივალ იქა ისე. ეს არის ადგილი განშორებისა, საბოლოოდ მიწიერი განშორების ადგილი, მაგრამ მასთან თუ მინდა მოგონებები დავჯდები სუფრაზე და მოვიგონებ როგორ ვიყავი მასთან ბავშვობაში, როგორ ეს სხვა რამეა. ამას არ მივანიჭებ მე სხვანაირად რელიგიურ მნიშვნელობას. დღეს საქართველოში ამას რელიგიურ მნიშვნელობა აქვს, ესე იგი კავშირი მკვდარსა და ცოცხალს შორის არ არის სწორი, იმიტომ რომ მკვდარი არ არსებობს, ადამიანი ექვემდებარება აღდგომას, სული არ კვდება. გამიგეთ, ამიტომ სასაფლაო არის სიმბოლური რამ, დროებითი რამ და არა რელიგიურ, საკულტო, ტრანსცენდენტული მნიშვნელობა, რაც საქართველოში არის და წარმართულ ქვეყნებში. და ქრისტიანულ ცნობიერებას საფლავის სხვა დანიშნულება აქვს. ქრისტიანი ემშვიდობება ადამიანს მომავალ შეხვედრამდე და ადგილი აქვს, გვამი უნდა დაფლო, ხო არ გადააგდებ, ეს არ არის სწორი, სული გამომწყდეული იყო სხეულში 50-70 წელი და სული რო გამოვიდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სხეულს და დავფლათ. დავფლათ ყვავილები დაურგათ და ხანდახან ადი თუ გინდა იქა და ჩამოჯექი. ბაღნარად აქციე. მაგრამ მე თუ საფლავით არ დავკარგე, ცუდად ვიქნები. ეს მიანიშნებს თქვენ სურწმენაზე. რატო უნდა იყოს ცუდად? რა არ იცოდეთ რომ მოკვდება ადამიანი ნებისმიერ დროს? რა მნიშვნელობა აქვს როგორ მოკვდება კაცი? ყველა ვარიანტში ვიკვდებით ჩვენ. ყველა ვარიანტში. ნებისმიერ დროს. ამიტომ ჩემი შეხედულება ახლა მე გამიგეთ მე რას ვიძახი. ისე კი არ გაიგოთ რომ იცი რა გადავყაროთ ხალხი. მე ვიძახი გავამარტივოთ, დავიყვანოთ ეს სწორ გაგებამდე, ჩვენთვისაც კაია და ამ ხრივ ჩვენ პატივს ვცემთ კაცს, თუ გჯერა ჩვენ რომ ის მე არ მჯერე მაგალითად დედა ჩემი საფლავში არის, მამა ჩემი საფლავშია. თქვენ გჯერათ? იარეთ მაშინ საფლავზე. მე ვიცი რომ ის სხეული რომელიც გაიხსნა იმის გამო რომ ბაქტერიები არის, უნდა დაიფლოს, წესია, ასეთი ის კულტურა არის და ეს წესები ღმერთმა დააწესა, დამარხეთ გვამი. ღმერთის არის ბოძებული, მაგრამ არ უთქვი აკურთხეთ გვამიო და მანამდე კი სანამ მოკვდება ადამიანი, ღმერთს უნდა იცნობდე. და ეხო წმენას უკავშირდება და გარდაცვალება ქრისტიანის თანახმად ეს არის მომენტალურად უკვე ქრისტესთან ყოფნა და ეს არის პარადოქსი, მღვდელმა აკურთხოს საფლავი. მე არსად ეგ არ მომიკითხია. ეს იგივეა, ვთქვათ რომ ესეთი სიტყვა ხმარებაში მრგვალი კვადრატი. შეიძლება მრგვალი იყოს კვადრატი? ამიტომ საფლავი და კურთხევა ეგ შეიძლება? ეს გავს მრგვალი კვადრატი. რას აკურთხებს? რა ეშმაკები არ უნდა დაეპატრონოს იქ? სხეულს? ეშმაკები არ არის დაპატრონებული, გაიხსნა ის საფლავში და დაიშალა ისე და ალპა 25 წლის მერე მიწად იქცევა. 25 წელი ჭირდება, ხო? გააჩნია რა ჭურჭელშია ის. და აუცილებლად ის რაღაც 4 ძვალი დარჩება ქალით, კარხანს ისეც იქნება, ზოგი ისე იშლება და ზოგი ისე დიდხანს ძლებს. არქეოლოგიური გათხრებით ხო ძვლები ამოყარეს ბევრის და ქალები და მაგით არ ზომავენ. მოკლედ იქ ადამიანი არ არის. აი ეს მაგ წევნა მე და ამიტომ ჩემთვის უბრალოდ ეგ არის ადგილი დავშორდი, უკანასკნელი ადგილი, სადაც გამოვემშვიდობები მე სხეულს, თორე მე ადამიანს ვემშვიდობები იმ წუთში, როცა ის გარდაიცვალა. და ერთი კვირადებს ის სხეული. უკვე ის სული იმასთან აღარ არის. ის სული, კი ბატონო, 40 დღე იყოს სახში. ან არის და ან არის, ეგეც არავინ არ იცის. ვინ გითხრათ ეგა? ბიბლიაში არსად არ წერია? პავლე ამას არ გვეუბნება, ღმერთი ამას არ გვეუბნება. მღვდელი გვეუბნება ამას. მაგან ნახა ეგა? ამიტომ ავტორიტეტი ვინ არის კაცო? ჩემთვის ავტორიტეტი მღვდელი არ არის. იმიტომ რომ გამოცხადება მაგას არ აქვს. ამიტომ რა თქმა უნდა ახლა კოპირება და მიბაძვა სისულელისა ორიგინალს მივაკითხავ. ორიგინალი არის ბიბლია. გადავშლი, წავიკითხავ მუხლი მუხზე და მივადგები იმ საკითხებს. ახალ აღთქმაში მკვდართან დამოკიდებულებას რა არის, როგორ არის, შესაძლებელი არის თუ არა ის გამოცხადება. ეს მღვდელი ასრულებს წესებს და თან რა მღვდელია თვითონაც არ აწამს მთელი რიგი რაღაცეები. ფულს აკეთებს ამითი. ამიტომ ჯობია ჩვენ გავიცნოთ ღმერთი და იმან გვასწავლოს როგორ მოვიქცეთ.
ისევე უნდა შევხვდეთ გარდაცვალებას, როგორც დაბადებას. დაბადებას ხვდები ჩვენ სიხარულით. ახლა ისე არ გამიგოთ, რომ გარდაცვალებაზე ცეკვა თამაშით ხვდებოდეთ. ეს არის სევდის გამომწვევი მდგომარეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდისთვის, როცა ქმარი მოგიკვდები ახლა მტრისას დავისას გადაირევი, მაგრამ რატომ არ მივდივართ ღმერთთან, რომ ეს აღარ დაგჭირდეს ჩვენ? გაძლიერებულ ადამიანს ეს აღარ ჭირდება. თავიდანვე მე ძალიან ბავშვობიდანვე საფლავის მიმართ ვიყავი ცუდი განწყობით. ბიბლიამ მე რო ჩავიხედე, აი თურმე სატყოფილა ჭეშმარიტ და სწორად ყოფილვარ. შინაგანად მე საფლავი არ მსიამოვნებდა. ეს იქნებით თქვენც. მაგრამ როცა უკვე საზოგადოებიდან გაწვდიან ამას, შინაგანად ეს თუ მისაღებია, რატომ მქონდა მე ეს შიში გარკვეულ მანძილზე? ვერ ვიღებდი მე ამას რა. რა როგორ უნდა იწვეს ადამიანის მიწაში, არ გამაგიჟოთ რა. სხეულია იქა. ბიბლია კი გვეუბნება, სხეულია ეს უნდა წავიდეს რა. ახალი აღთქმა პავლე მაგას იძახის. ასე რომ სული საფლავზე არ არის. იქ არის სხეული, რომელიც უვარგისია, სამედიცინო თვალსაზრისით და ჰიგიენის თვალსაზრისით უნდა მიწაში დაიფლოს და აი ეგ არის სასაფლაო. ეგ დაიფლა ცოდვილი სხეული. და მაგას კურთხევა რა თუნდა? ადამიანი სიცოცხლეში უნდა აკურთხო და კურთხევა კიდე არის ღმერთიდან და არა ცოდვილი კაცისგან. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა სრულდება. და ნაკურთხი არა ხარ ბიბლიას რო კითხულობ. გაკურთხა ღმერთმა. კითხულობ და უკვე პირდაპირ კავშირში გაქვს. თუ არ გაიცანი ღმერთი, ვეღარ გაიგებ ის რა წესებს აკთხოვს, როგორ აკთხოვს, გეკუთვნის თუ არ გეკუთვნის, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს ყველაფერი არის წარმართული მითოსი და ნასესხები, მოიხსენებათ წარმართულ რელიგიას მკვდრებს სხვანაირად უყურებს და საქართველოში სწორედ ეს არის. და ცოცხლობს ადამიანი, აი საფლავი რო აქვს, გადის წლობით არიან და აი რო არ მოუფშტინონ. ეს იმან შინასწორ მორწმუნე არ არის ადამიანი. ჯერეთი რატო უნდა მოუფშტინოთ, ვინც გარდაგვერცვლება? რა არ ელოდებოდით გარდაცვალებას? აფრას ელოდებოდით. არის თუ ადამიანი ნებისმიერ დროს გარდაიცვლება? რა უკვდავია? აი ქართველი არ ელოდება ამას. გისაგავს და ამ ფსიქოლოგიური ტრამვას რო ვერ გადა, აი დაკავდება საფლავებით, ქელეხებით. ეს თეატრია. თეატრი არ ჭირდება ადამიანს. ჩვენ იცით როდის უნდა ვიტიროთ, როცა ადამიანი იბადება. და უკუღმაა ყველაფერი. უნდა გვიხაროდეს, როცა გარდაიცვალა. ქართველს პირიქით აქ დაბადებას ხვდება ჟრიამულით, დოლგარმონით, ბედნიერებით და სიკვდილს ხვდება ჭემონვით. პირიქით არ უნდა იყოს, სად შემოდის ახალგაზრდა, ცოდვად დაცემულ სამყაროში და არავინ არ იცის როგორ გაიაროს მაგ ცხოვრებას. ხო, მეტნაკლებად თქვენ ხომ გამოცადეთ თქვენი ცხოვრებიდან, გაიხარეთ ცხოვრებაში, სულ ტანჯვა. შემოხვედით და ეს არის მართლა გლოვატერილის, სევდიანობის. ცოდვაში შემოდის ადამიანი. მე აქედან გასასვლელი აქვს, ან ჯოჯოხეთში, ან სამოთხეში. დარწმუნებული ხართ, ვინც შემოდის, ყველა სამოთხეში გავა? აი პრობლემა. ამიტომ აქ შემოსვლა რისკთანაც არის დაკავშირებული. სიცოცხლე კარგი რამეა, მაგრამ შემოდი ხარ? რა გარანტია რომ შენი საყვარელი ადამიანი საერთოდ ვეღარ ნახო მარადისობაში? და თქვენ სხვაგან იყოთ, ის სხვაგან. ან ყველაზე კაი ვარიანტი, თუ ორივე ერთად იქნებით ღმერთთან, მაგას რა ჯობია. ჯოჯოხეთში ყოფნა, ერთად ყოფნა, რა ვიცი. რა გასახარელია, თუნდაც საყვარელი ადამიანი ჯოჯოხეთში ერთად იხილოთ. ჯოჯოხეთი იმის ჯოჯოხეთია, რომ რა ვიცი, ის იქნება შენი მტერი მერე. და თქვენ იქნებით იმის მტერი. ასე რომ საკითხები თეოლოგიური არის, გამოსაკვლევი არის და სრულ რელიგიას რა მოაქვს. და რაც სიზმრებს შეეხება, სიზმრები არის, რა თქმა უნდა, ბოლომდე შეუსწავლელია. არავინ არ იცის რა პროცესები აქვს ფსიქიკაში. არის სხვადასხვა თეორიები, ფსიქოანალიტიკოსების დაყრილი და მთელი მიუძღვნა ფროიდმა, მაგრამ ქრისტიანობა რას იძახის სიზმარზე? გვეუბნება არ აყვეთ ამას. ამიტომ ჩემთვის სიზმარი უავდგები, იცი, ღმერთს ვთხოვ, ვიცი რა, ყველაფერი დამავიწყე რა. რომ არ ვიყო იმის შთაბეჭდილების ქვეშ და ცრუწმენა არ შემოვიდეს. ცრუწმენა კერძოდ რა? 13 რიცხვი დამღუპველია, კატა გადაგირბენს დამღუპველია. ვაი სიზმარში ლეღვი ვნახე, როჭამი ცუდია. ეს ერთხელ წვეწვეთობით ფსიქიკაში ილექება და მართლაც მეორდება ეგა. და ელემენტარულად სატანას შემოაქვს, რომ ჩვენ ცუდად გავხატოს, შიშებში გვამყოფოს და სიცოცხლის ნაპერწკალი დავკარგოთ. ქრისტიანი კაცისთვის უკვე ამ სატანურ სიზმრებს აზრი აღარ აქვს და თუ ქრისტე ხილვას მოგცემს, რაც ეჭვი მეპარება, ის უკვე იქნება საკეთილდღეო და არა გასაუბედურებელი. სიზმარი ვის არ აქონია და არის რაღაცა თლათესე სისულელე კი არ არის და ათეისტისთვის კი არ ვიზახი, რომ არაფერი არ არის. არის და ზუსტად ისეთი ზონაა, საშიში ზონაა და დაკვირვებით თუ არ ვიარით ამ დანაღმულ იმაზე ავფეთქდებით. ეგ ავთქვი მე. თორე სიზმარი წარგებლობს სატანა. თორე სიცოცხლეში კარგი არიკარებ იმას ესე ღვიძლში, მაგრამ სიზმარში ხალხა იქ შემოძგძრება. წადა გაიგე ახლა მიიღებს ანგელოზის სახეს და დაგელაპარაკება, ხო იგი ანგელოზის სახებს იწევ ხო ბიბლიაში წერია და შეგაცდენს. და ღმერთი რატომ მოვა და რატო გეტყვის დავალებას რატომ მოგცემს და საერთოდ დღეს ესე დგას საკითხი რომ ღმერთი ეცხადებოდეს ადამიანს იქ არ წახვიდე და ჩავარდები, აქ არ წახვე. არ მგონია ეგა. არ მგონი რა სჭირდება ეგა, იმიტომ რომ არის სიცოცხლე, არის გადარჩენა, არის აღდგომა. და ეს ცხოვრება ჯოჯოხეთია და თუ ქრისტიანი ხარ, მაშინ ციხიდან გასვლა უნდა გიხაროდეს. ესე იგი რა გამოდის? ქრისტე გვეცხადება სიზმარში და მელოდება მაგალითად გარდაცვალება და მეუნება
ამადამ ადგილზე არ წახვიდე თორე მოკვდები. ესე იგი სიკვდილი გაქრობა არის? არ არის 60? ესე იგი ფაქტურად ის მე თუ მაფრთხილებს არ უნდა წავიდე 60-ში? ესე იგი რა გამაფრთხილა მან? ესე იგი მე არა ვარ მზად გარდაცვალებისათვის და მაბრუნებს უკან. დაუჯერებ მე ამ შემთხვევაში და დამაფიქრებს და ამ სიზმრით მე ღმერთის ძიება უნდა დავიწყო და არა ის ჩემი სიცოცხლე გადავირჩინო თუ არა. ხშირად ადამიანებს ეგ ეშლებათ. თუ ღმერთის შემოვა და დაგესიზმება, დაგვაფიქროს ამან, რომ ის მზად ხარ გარდაცვალებისთვის. იმიტომ რომ რაიც სადმიდი ხარ. და ამიტომ რომ შემოგიყვანს უკან, ცხოვრება უნდა გამოცვალო. თუ სიზმარი დაგესიზმებათ ღმერთიდან და ერთგვარად რაღაცას გაგაფრთხილებს, 180 იმით უნდა შეიცვალოს ცხოვრება. ვინმეს გაუკეთები ეგა? აი ისე ცხოვრებას აგრძელებენ. თუ ქრისტიანი კაცი არის და გაგიხმობს როგორც პავლე, შენ რა ეტყვი უფალო, არა აღარ მინდა რა იქ 60-ში არ გინდა ყოფნა? თორე ეს ხომ ტანჯვა არის. იქით არ არის ტანჯვა. 60-ში ტანჯვა არ არის. ახლა თუ ქრისტიანი კაცი კვდება, ის აქ უნდა რჩებოდეს და სიზმარს რო დაასიზმებს ღმერთი არ მოკვდება, არ ჩიმანდაო და გადავირჩინო თავი? პავლეც ამაზე კაი პასუხს იძახის. ერთი სული აქვს ღმერთს შეხვდეს, მაგრამ იმის გამო რომ მე საქმე მაქვს, ამ ვიტანჯები აქო. ერთი სული მაქვსო რა, რომ დავასრულე ესა და მე შევხვდე მას. მოკლედ მას აღარ უნდა ცხოვრება. მისთვის სიცოცხლე არის აუცილებელი დავალება ღმერთიდან, რომ აი ეს გააკეთე ეგ საქმე. როგორც კი ამოწურავს ასა გაიხმობს უფალი. რა გუპავს ადამიანს? ფულები. აბა რა დაგუპავს? სატანასთან ურთიერთობა, მატერიალური სამყარო, გაუთავებელი გამოდევნება ფულის შოვნას, ფულით მერე სიამოვნებები, ის მიყიდე, ეს მიყიდე, ფულით მოგზაურობით. არასწორი ცხოვრება, სწორედ ეს არის. არ ვიცნობთ იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობთ და არ ვიცით როგორ ვისიამოვნოთ აქ. რა დონის სიამოვნებას გვთავაზობს ღმერთი. რა სიამოვნებას ღმერთს გვთავაზობს ის მივიღოთ, რაც არის ჩვენი სიამოვნების გულით არ ვიწანწალოთ, თორე ან თვითმფრინავში ავფეთქდებით, ან სადღაც ვიღაცა ქვას გვესვრის. ადამიანებს ჩუხჩუხი ცხოვრება ევასებათ. გაუთავებელი, ფშვიტი-ფშვიტინი დროს ტარება და უცებ სიზმრებით ცხოვრება და მკითხაობით. არავითარ შემთხვევაში. აი, გარდაცვალებაც ეგ არის. საფლავის სწორედ არის ის სადგური, გამიგე, სადაც სხეულს ჩვენ დავდებთ და ჩვენ ვიცით წარმოდგენით, რომ ის იქ არ არის. მე ესეთი განწყობა მაქვს. მე როცა კაცი ახლობელი ჩემი გარდაიცვლება, აი მე გეუბნებით არ გატყვევ, მე ვიცი რომ ის იქით არის, გავაცილე და ვიგონებ, თქვათ, სადაც აი უკანასკნელად გამოვემშვიდობე, ან ფიზიკურ პლანში, ან უკანასკნელად სად შევხვდი. წარმოსახვეში წარმოვიდგენ და ვიგონებ ამას, მოგონება აუცილებელი არის, ხო? ლამაზი სასიამოვნოა. სევდა ახლავს ამას, რომ ის ჩემთან არ არის ამ წუთში. მაგრამ რწმენა ახლავს ამ განშორებას ისიც რომ ის უკეთეს მდგომარეობაშია. თუ ეს რწმენა არ გაქვთ, როგორ ცხოვრობთ? თუ წარმოგიდგენთ თქვენი კარგი ადამიანი გიყვარდეს და ცუდ დღეში იყოს. ამიტომ ადამიანები მიბარებული არიან ცრუ ეკლესიას და ისინი გატყუებენ, გამშვიდებენ, გამოძალვასაც აქვს ადგილი და თქვენ უნდა გაარკვევთ. სიცოცხლეშივე შეიძლებოდა რაღაცა ჩვენ ადამიანისთვის ისეთი გაგვეტანებინა, რომ გარდაცვლის მომენტში თვითონ ღმერთთან რჩება ისა და შეიძლება კიდევ ერთხელ ღმერთმა გარდაცვლის წინა პერიოდში შეხვდეს მას და თუ ვიცნობთ მას, აღარ დავფრთხებდით და გადაგვიყვანს. 22 ფსალმუნი სწორედ ამას მოგვითხრობს. აი, შესანიშნავი ფსალმუნი არის. ასე რომ, აი მღვდლების რიტუალები, ამით სარგებლობს ვიგინდარები, არის გამდიდრებული ხალხი, თან ცინიკოსები და უკვე მკრეხელობა არის, როცა ურწმუნო ადამიანს უხმობთ საშველად. ჩემი ფსიქიკის გასამართავად მე მღვდელი არ ჭირდება. მე სიკვდილს ისევე ვიღებ, როგორც სიცოცხლეს. უბრალოდ სიცოცხლეშიდაც რო შემოდის ბავშვი, მე ახლა უფრო სევდა მაქვს. ვინც იბადებ, ეს იქნება ჩემი შვილი თუ ვიღაცა, მე სიხარულით იმას არ ხვდები. უბრალოდ ჩვეულებრივად, დიდად გახარებული არა ვარ. ვიცი ამან რა უნდა გაიაროს. გადარჩება? მე აგე გავდივარ. მე გადავრჩი მივიღე. შვილს როგორ მივაღებინო ახლა ბიბლია? როგორ მივაღებინო ღმერთი? მე კიდე მიყვარ შვილი და მინდა ჩემთან იყოს. მე კიდე წვენაში მაქვს რომ ღმერთი მიმიღებს. ასევე დედაჩემი, მაგრამ მიყვარს დედა. მაგრამ მიყვარს მამა და არ მინდა განშორება მასთან, ისედაც ამ დამპალმა ცხოვრებამ არ გვაყოფა ერთად, იმიტომ რომ დღე-დღე სამუშაოზეა, მე სკოლაში ვარ. ჩვენ ვერ ვისიყვარულეთ და მე მინდა რომ ეს სიყვარული გაგრძელდეს. ამიტომ ცხოვრებაში ჩვენ ვაკეთებთ რამეს, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები შევხვდეთ მარადისობაში. აქ არაფერს არ ვაკეთებ და გადავაბარებთ მღვდლებს. და მღვდლები შეგვახვედრებს ერთმანეთს და თქვენ გჯერათ ეგა? არაფერი შეგეშალოთ. აი ეს არის ცრუ რელიგია და ცრუ რელიგიის ისტორია არის მოყოლებული კაენიდან. აბა სატან არ არის რო და საფუძველი ეყრება 60-ის ბაღში. აი ესა ვთქვი მე და მე სწორი ურთიერთობა მინდა, აი სწორი ურთიერთობა. არ მინდა რა მატყუებდეს ადამიანი და რო ჩავიხედე, დიდი სიცრუის ეპოქაში ვცხოვრობთ 21 საუკუნე. ეს არის არნახული სიცრუის, ყველა იტყვება, პოლიტიკოსი, რელიგია, აი გაგიჟდებით, იტყვება მეგობარი, შვილი, აი თითქმის ყველა იტყვება, ტელევიზორი ხო საერთოდ. ეს არის სიცრუის კოთხო. ტოტალური ტყუილია გამეფებული. რა გარანტია რომ ეკლესიაში რა ჭეშმარიტება იქნება? სიკვდილსაც შევხვდეთ რაღაც ადამიანთა ინტელექტუალურ დონეზე. მივიღოთ სიკვდილიც როგორც ღმერთიდან ბოძებული, მაგრამ რწმენა იმისა რომ მოიხადა ვალი, მადლობა უთხრათ ღმერთს ჩვენი საყვარელი ადამიანი გვავყოფა ამდენი ხანი, ვესიყვარულეთ რო დიდხანს რო ვიყავით ქმართან.
ვესიყვარულეთ შვილს, ვესიყვარულეთ დედას. აბა გადახედეთ დედას მთელი ცხოვრების მანძილზე არ ვეჩხუბებოდით? მამას არ ვეჩხუბებოდით? ამე გავიარე ეს გამოცდილება, ვისწავლე. ამიტომ მე ვტყბები ახლა სიცოცხლით და მე სიცოცხლეში მინდა ვესიყვარულე ადამიანს და ნაკლებად ვეჩხუბო. იმიტომ რომ სიკვდილი ისედაც წამართმევს და არ ვიცი საწავა. და ჩალიჩობ რომ აქ რო ვესიყვარულები, მე მინდა ეს სიყვარული გაგრძელდეს მარადისობაში. და არ დავყოფ მე ადამიანებს ნათესავებად, ბიძაშვილებად. ადამიანი ღმერთის გაჩენილია და საყვარელი არის. ამიტომ რომ შევიყვარებ ერთ ადამიანს, მე მინდა მასთან ურთიერთობა მუდმივი. და არა ის სიკვდილი რო გამომაცლის ხელიდან, თუ არ დავკავდი რაღაცეები და საფლავებზე სიყვარული, ჩემი საქმე შავათარი. ესე ეგოისტი ვარ. აი აქ ჩვენ აგვაქვს აქ შანსი. აქ ისიყვარულეთ ვისთანაც ხართ. თორე ღმერთი წაგვართმევს ადამიანს, რომელსაც თელი დღე ვეჩხუბებით, არასოდეს არ ხვდებით. და ყოველთვის მიზეზი გვაქვს რომ არ გვცალია. და მერდებით, კვდებით და მე პტირი ვარ და საფლავზე ვამტკიცებთ როგორ გვიყვართ ის. თუმცა ჩვენი ვერ უძლებთ ამას, რომ არ გავგიჟდეთ და ფსიქოლოგიური თერაპია არის საფლავი. ესე იგი ფსიქოლოგიის დანიშნულება საფლავს ქონია. ჩვენ ვიცით რომ სიკვდილი ცოდვის შედეგია. ცოდვას რა იწვევს? მე შეგიძლია ან დააჩქარო ეგ, ან შეანელო. გარდაცვალებაზე ლაპარაკი. ეს იმაზეა დამოკიდებული რა მასშტაბის ცოდვაში გრიალებ. ეხლა როცა კრიმინალი ხარ, ნებისმიერს შეიძლება გაგაგორონ. როცა მაფიის წევრი ხარ, ნებისმიერს გაგაგორებენ. იმიტომ რომ ცოდვა გააფართოვეს შენ. და ამიტომ რა, ვიზაუბრალოთ. ამიტომ ჩვენი არასწორი ცხოვრება, ცოდვილობის გამო, ცოდვაში შემოსული დაბნელებული გონება და მკვდარისული, წარმოიდგინეთ ეხლა რა იწვევს სიკვდილს. სხეული ისედაც ბერდება, ენტროპიის შედეგად სული გამოდის სხეულიდან. სული მიდის სხვაგან, სხეული მიწაში ლპება. და ესეც უნდა იყოს. რამე თუ ახალი სხეული ელოდება სულს. ამიტომ გიფიქრიათ სად არის? 100%-ით ვიცით რომ იქ სადაც დაფლავეთ სხეული იქ არ არის. და რომ მითხრას ვინმე რატო ხვდები? კაცო, მე აქ დავემშვიდობე ამ ადამიანს და ვიცი რომ ის წავიდა. თქვენ გამომემშვიდობეთ სასაფლაოზე, მაგრამ ის იქ არ არის. აი ეს არის იმედის მომცემი. და აქედან ის ადგილი ელემენტარული კულტურა არის, ძალიან სადად საფლავი ისე რომ ბევრი ფული არ უნდა ჩაყარო, როგორც არის დასავლეთში. ერთი რაღაცა წარწერა დააწერო, რომ ეს მოგონება არის, სად დაემშვიდობე უკანასკნელად საყვარელ ადამიანს. ქრისტიანობა მე შემოიტანა რომ სიკვდილი დაამარცხა ხალხმა და ქრისტიანობის სასაფლაო აღარ არის. ეს არის ადგილი, სადაც სხეული უნდა დაფლა. ეწესია. თორე ავქოთდებით ჩვენ. წარმოიდგინეთ, არც ერთი მიცვალებული არ დავასაფლავოთ. უკვე ეპიდემია მაღალ დონეზე გავა და ჩვენც დავიხოცებით, მოვიწამლებით. იმდენი ბაქტერია აქ ადამიანს. ამიტომ არის სიღრმე 2 მეტრა უნდა იყოს და არა 1 მეტრა, იმიტომ რომ ის ბაქტერია მაინც ამოვა და მოვიწამლებით. ნახე ეს რა კულტურა, ეს ბიბლიდან არის ეგა. ასე რომ ქრისტიანული სოფხედელობით შეიცვალა ის ათვლის წერტილები. ქრისტემ გაიმარჯვა სიკვდილზე. სიკვდილი არ არის. ეს არის გარდაცვალება. და შესაბამისად უნდა პატივი მივაგოთ სხეულს და სული კი წაიყვანა ღმერთმა. სხეულის პატივი უნდა ძალიან არაპომპეზური, ჩვეულებრივი ძალიან სადა, უბრალო, აქ მეტი სითბო გამოამჟღავნეთ ერთმანეთის მიმართ. და იქით კი ღმერთი განაგებს სამყაროს და თუ ძალიან დარწმუნდა ღმერთი რომ გიყვართ, მოსიყვარული ადამიანებს ღმერთი არ აშორებს ერთმანეთს, დამინჭერეთ მე თქვენ. ჩვენ მიწიერი კანონები გვიზიდავს. და იქ აღმდგარი ქრისტე განდიდებული სხეულით, როგორ შეიძლება აქ დარჩენილიყო? ამაღლდა, მაგრამ უკვე იმყოფება, სულიწმიდაც არის ჩვენთან, ნუგეშისმცემელი და ეს არის უცნაურობა, როგორ შეიძლება ყველგან და ყველაფერში იყოს ღმერთი, ხო ეს თავს იმტროს კაცობრიობა და ვერ ამოხსნა. დაველოდოთ რწმენა მაგიტომ გვჭირდება ჩვენ ხო. და ის მთავარი კი გვავიწყდება ურთიერთსიყვარული და რო გითხრა ღმერთმა, გიყვარდეთ ერთმანეთი. ეს არავის არ ახსოვს. ღმერთი ცოცხლების არის და არ ამკუტრების. და აი როგორ ავიწყდებათ ეს. და თუ გჯერათ რომ ცოცხალია ადამიანი გარდაცვლილი. ესე იგი საფლავზე სიარულს და ასეთი მნიშვნელობის მინიჭებას როცა ეს არასწორი არის. არანაირად სწორი არ არის. ეს არის წარმართული რელიგია. და წარმართული რელიგიის პრეზიდენტი სატანა არის. სატანა ხარობს, რომ ადამიანები რაც შეიძლება მეტი მოაგროვოს თავისთკენ. ამიტომ დაუპირისპირდეთ იესო ქრისტეთი და ყველაფერს მოაგვარებს. მან სიცოცხლე შემოიტანა დედამიწაზე, სიხარული შემოიტანა, სიყვარული შემოიტანა და გაიხარეთ რა 10 წელი ცხოვრობთ 20 თუ 1 საათი, თქვით რომ 1 საათი უდრის მილიონ წელს. საწყალი ოთარანთ ქვრივს არ იცოდა შვილი, იმას ეგონა შვილი აღარ არის, მორჩა. როგორ გადავიდა და უნდა ვიცოდეთ, პირველი რაც მოდის ადამიანი სწავლა არის, ჯერ გავარკვიოთ სიცოცხლე რა არის. სიცოცხლე უნდა ვისწავლოთ. სხვათა შორის სიცოცხლის ფორმებს სწავლობს ბოტანიკა, ზოოლოგია, ბიოლოგია, ანატომია, მაგრამ რელიგიის გარეშე, ქრისტიანობის გარეშე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის ფორმები, მაგრამ სიცოცხლის ფორმების წყარო და შემონქმედს თუ არ ვიცნობთ, ჩვენ გზაკვალი აგვერევა. სიცოცხლეს კი საფუძველი დაუდო იესო ქრისტემ, ღმერთმა. აი ბიბლიაში პირველივე თავი მანდ დაიწყება. ვინ შექმნა ეს სამყარო? ვინ შექმნა ადამიანი? რა დაგვიბარა მან? რატო ვართ ამ დღეში? იმიტომ რომ არ დაუჯერეთ ღმერთს.
და მე სატანას ვართ გადაბარებული. მე არც ახლა უჯერებთ იესოს რომ მოვიდა რომ ცოდვა გამოსყიდული არის, სიკვდილი არ არის. აღდგომა უნდა ახარებდეს ადამიანს რომ ყველა აღდგომა. ლოცვითა და რუდუნებით უნდა უყურებდეთ ჩვენი საყვარელი ადამიანებს არ დაგვაშოროს ღმერთმა. რელიგია საშინელებაა, რელიგიის თავკაცი სატანა არის და ქრისტიანობა არ არის რელიგია. ქრისტიანობა არის სოფხედველობა. ცოცხალი სოფხედველობა არის. ცოცხალი ღმერთის ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობა არამედ თუ ღმერთი არაჩენს მკვდარს. აქედან ადამიანი არ კვდება. ეს არის გარდაცვალება. ცოდვის გამო იძულებული ვართ გარდავიცვალოთ. ცოდვა რო არ შემოსულიყო, ამ გარდაცვალებას ადგილი აღარ ექნებოდა. 60 ბაღში გაჩენილი ადამიანები ჩვენ იქ რო გამრავლებულიყავით, ჩვენ არ გავივლიდით სიკვდილს. აღარ საფლავები დაგჭირდებოდა. მაგრამ ცოდვის გამო შემოვიდა სიკვდილი, ესე იგი გარდაცვალება და გარდაცვალება არის მტკივნეული, დაშორებას იწვევს ადამიანისას. მე არ იცი რა ხდება, როგორ ხდება, აღდგომა უნდა მოვიდეს ახალი თვისება. ეს წარმოდგენები ბევრს არ აქვს და ძალიან ძიმედ განიცდიან. აი ამას ხო წარმოიდგინეთ საყვარელი შვილები ბევრს უკვდება 18-20 წლის ასაკში ხო ამ ძიმეთ არის დედის მდგომარეობა და ეხლა რა ნუგეში არის დედისთვის საფლავების შენება. აი ეკლესიის არასწორი დანიშნულება. ეკლესიის სწორი დანიშნულება ის უნდა იყოს დედას უნდა მიაწოდო ის რომ თუ არ იფიქრებს ცოცხალ ღმერთზე, იგივე მდგომარეობა ჩავარდება და თავის თავზე უნდა იფიქროს. მკვდარს თავი დავანებოთ. ჩვენ რაც არ უნდა ვიზრუნოთ, იმის ჩვენი ზრუნვა აღარ გამოადგება. ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. დაგვაფიქროს იმის მაგარდაცვალებამ რა არის სიკვდილი და კაცი გვეხმარება ჩვენ შემეცნებაში იგი რო კვდება. როცა მომაკვდავს დაყურებ და კვდება, ჩვენ იმას ვეღარ უშველებთ. საკუთარი თავის შველა შეგვიძლია დაგვაფიქროს იმან რომ ესე იგი მეც მოვკვდები? ჩემი ცხოვრება სწორია და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ზომიერს, სწორს და ინტელექტს გამდიდრებას. ამიტომ ჩემთვის სიკვდილი და სასაფლაო არის ჩემ თავში მოbrunება და მეც მოკვდავი ვარ. სასაფლაოზე მე რო დავდიოდი, მე იმას კი არ უყურებდი ვინ მოკვდა. მეც მოკვდავი ვარ. ასეთი დაფიქრებული მოვდიოდი იქიდან. იმათ მე ვეღარაფერს ვეღარ უშველიდი. ვეღარც დედას, ვეღარც საყვარელ ადამიანს და ვერც ტირილით მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. თუ სასაფლაოს ფსიქოლოგიის დანიშნულებაა, ეს მინუსია მეგობრებო. რატომ ხართ ესეთ დაბალ დონეზე რომ გჭირდება თქვენ ქელეხები, სასაფლაოები და იყოს ეს ნორმალურ ქრისტიანულ რიტუალი. ქრისტიანული რიტუალი არის უბრალო, სადა, წყნარი, მშვიდი. რატომ შეიძლება ამას შეხვდეთ ჩვეულებრივად რა, ძალიან ისე სევდიანად, მდუმარებაში, ეთიკურად, ინტელექტუალურად. რა მოგივიდა, რა გაწუხებს? აღდგომა ხო არის? დარწმუნებული ხარ რომ აღდგომა არის? მაშინ რა გაწუხებს? აღდგა ის კაცი, აბა შენთან გინდა ყოფილიყო ამ ტანჯვაში, უფულოდ, უმშევრად? არა აქვს რწმენა ადამიანებს აღდგომის. და კი ზეიმობენ აღდგომას და ესეც მკრეხელობაა. კაცი რომელსაც აღდგომის არ წამს, იმან არც უნდა იზეიმოს ეგ დღე. ჩემთვის ეს არის უტყუარი დოკუმენტი და საბუთი. ქრისტე აღსდგა, ესე იგი მეც აღსდგები. აღდგება ყველა ის, ვინც მე მიყვარს და ახლა ეს რო ვიცით, უნდა გავიგოთ აღდგომის შედეგად საწავალთ. გაქრობით, არ გავქრებით, აღდგომის შედეგად აღმერთთან ვიქნებით, აღმერთს დავშორდებით. მარადისობაში ღმერთის დაშორება ეს არის ტანჯვა. ჯოჯოხეთი ეგ არის, უღმერთოდ ყოფნა. და ამხელა ჯართი კოსმოსი გვადებს, თავზე ვერაფერი ვერ არის შემეცნებული და სულიერების სამყაროს აღარ ვიძახი ამხელა არის. მე რა ვიცი ეს ღმერთმა იცის მარტო. მღვდლობის ინსტიტუტი არის ბიბლიურად გაუმართლებელი. შუამავლობა აღარ აკისრია მღვდელს. შუამავალი არის იესო ქრისტე. მღვდელი კი არ მომკვდარა ჩემი ცოდვების გამოსასყიდებად. იესო ქრისტე გაეკრა ჯვარზე. აი ვინ არის შუამდგომელი მამასთან. აი მე საუკეთესო შუამავალი მყავს. თქვენ თუ მღვდელი გყავთ, შავად არის თქვენი საქმე. ჩემი შუამდგომელი მამასთან არის იესო ქრისტე.